საღამომშვიდობისა მეგობრებო. როგორ ახალს? კარგად უნდა იყოთ, კარგად და რა თქმა უნდა, ღმერთთან აუცილებლად უნდა ვიყოთ ახლოს და ეს ვიდეო ჩავთე. ეხლა ნახეთ როგორი წვიმიანი ამინდია, გარეთ ცივა, სევდიანი სიბნელე დილამდე მომიწევს აკოფნა და ხო იცით ასეთ ამინდებში რაღაცნაირად ყველაფერზე ფიქრობ. ცხოვრებაზე, ოჯახზე, ყველაფერზე გამორიცხული, ამიტომ მარტო ხარ სიბნელეში და სიჩუმეში და გინდა არ გინდა ეს ფიქრები მოგდის და ჩემო მეგობრებო, თქვენ ხო იცით როგორ გიზიარებთ ყველა ჩემ ფიქრებს და ჩემ აზრებს და უსვათ ისეთი ჩვენ არხს საკმაოდ ბევრი ადამიანი უყურებს და ერთი რუსი მეგობარი მყავს, რა სხვათა შორის ტრაილერის მძღოლია და უსმენს თბილისელი რუსი იყო, მაგრამ წავიდა მერე რუსეთში, კავშირი მაქვს პერიოდულად და ჩემ არხს უყურებს ხოლმე და დღეს გამომიგზავნა ისეთი ვიდეო, ეს რო არ გაგიზიაროთ, უпростоრით სიმღერა და აი რო იტყვიან აჟიტირებული ვარ და არა მარტო აჟიტირებული, არამედ აი ჩვენ ხო ვიძახის ღმერთთან ყოფნა, ღმერთთან და აი რუსული სიმღერა ეხლა ზოგმა შეიძლება რუსული არის ახალგაზრდა თაობამ, მაგრამ აი მე პირადად მიმაჩნია ეხლა აქ სიმღერაში რაც მოусმენთ და რაზეც არის ლაპარაკი, აი ეს არის ცხოვრების დევიზი რა. იმხელა ძალა მომეცა, აი სიხარულისაგან აღარ ვიცი რა როგორ გამოხატო, რა გამოთქვა და ვიფიქრე ისე და ისე თქვენ თუ არა ვის უნდა გაუზიარო და აი დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი ისე დაიმუხტება და ისე დადებით ემოციას მიიღებს და არა მარტო ემოციას, არამედ ძალა მოვა და მე სანამ ასეთ ვიდეომა გადმოგზავნილი იმას ჩავთვა, მაგრამ მე შევეცდები არ ვიცი ხა შეიძლება ახალგაზრდა თაობამ რუსული არის, მაგრამ მე შევეცდები ლექსა თუ არ სიტყვები გადმოგცენ და მე რო უკვე ჩავთოთ ვიდეო. ესე იგი ლექსი იწყება ასე. ღმერთი არავის უნახავს არასოდეს, მაგრამ ის ყოველთვის გვერდზეა, ყოველთვის და ყველგან. ის დილის ნამშია, ქარის სუნთქვაში, ის წვიმის ნამში, წვიმაში და მოწმენდი მცაშიო რა. მაგრამ სამწუხაროდ ეხლა წვიმაში კი ვართ. მოწმენდი მცაშიო. ის ყველა ჩვენთაგანშია, ვინც გული გაუხსნა წმინდა სულში, რომელიც ქრისტემ გადმოგცა. ჩვენ მივიღეთ გულით, რომ ყველა ჩვენთაგანი ვიყო წმინდა ტაძანი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის ჩვენ გუცბერ სიტყვაშია, ის ბავშვის ცრემლებშია, რომელიც ფანჯარასთან წევსო, ჩვენი მტრის პატეებაშია. ეს იმ სიჩუმეშია, რომელიც ლოცვისკენ გვეძახისო, ეს იმ სიყვარულშია, რომელიც ზეციდან მოდისო. მასე ქვემდებარება პლანეტები, ის არის, იყო და იქნება ჩვენ შორის. ის არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის გრძნობთ, ყოველთვის ახლობელია. ის იმაჩია, ვინც მოძრაობს და არ მიისწრაფის ადამიანური დიდებისაკენ. ის იქ არის, სადაც არის გრევა და ადამიანებს მომავლის იმედად და ის იმაჩია, ვისაც უყვას და არა მარტო თავისი თავი, ის იმაჩია, ვინც არ იტყვება და არის ერთგულიო. ეხლა ჩემებურად ეხლა რაც მოვისმინე, ეხლა ერთი ხუთჯერ მაინც მოვისმინე და უბრალოდ თავის ბევრი სიტყვებია კიდევ და რა ვიცი, აი მე ჩემებურად ქართულად გადმოგეცი და მოდი აი მოусმინეთ ამას და აი დარწმუნებული ვარ, აი როგორც მე ვარ ეხლა, აი ენერგიით სავსე, აი იმითა ვარ სავსე, აი გადმოვა თქვენში. მოდი მოусმინოთ. Бога не видел никто никогда, однако Он рядом везде и всегда. Он в капле росы и в дыхании ветра, Он в шуме дождя
и в лазурности неба. Он в каждом из нас, кто открыл ему сердце, его Святый Дух от Иисуса первенца мы приняли в сердце, чтоб каждый из нас стал храмом святым на весь жизненный час. Он в искреннем слове, в прощении врага, в слезинке ребенка, что спит у окна. Он в той тишине, что зовет нас молиться, в любви, что с небес в наши души струится. Он держит планеты в своем мироздании. Он был и он есть, и пребудет между нами. Невидим, но жив в глубине сокровенной. Он вечный и близкий, святой и священный. Он в тех, кто идет не за славой людской, а тихо несет крест тяжелый, но свой. Он радость уставшим и свет среди тьмы. Он голос любви даже в стенах тюрьмы. Он рядом всегда, хоть не видим глазами. Он свет в тишине, он в присутствии с нами. Он в трепете листьев, в дыхании дня. Он в каждом, кто любит не только себя. Он в мире, где рушатся стены забот, где в душах людских оживает восход. Он нежный ответ на молитвенный стон. Он истинно в нас, и Спаситель наш Он. Не нужно искать Его в храмах пустых. Он с теми, кто любит, в чем сердце есть стыд. Он в каждом поступке, что радость несет. Он в тех, кто прощает, и в тех, кто не врет. Он рядом всегда, хоть не видим глазами. Он свет в тишине, он в присутствии с нами. Он в трепете листьев, в дыхании дня. Он в каждом, кто любит не только себя. Хоть не видим глазами, он свет в тишине, он в присутствии с нами. როგორია მეგობრებო? მაგარია რა. ძალიან მაგარია. რავი, აი რა ვიცი. ამ სიმღერას რომ მოусმენ და გაიაზრებ, გაანალიზებ. რავი, ამის შემდეგ რატო უნდა ჩაიძნოთ ცუდი საქციელი, ან ცუდად რატო უნდა მოიქცე? ძალიან კარგი იყო. კარგი თამა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. მე აი ხა როგორც მე ვარ, აი ესე და აი ამ გზით და ამ ცხოვრებით გვევლო ცხოვრებაში. რა ვიცი, აბა ყველას სიხარული, ბედნიერება და უფალთან ყოფნა. ალბათ შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. კარგად.